ეს არის გადაცემა ქალის ხმა დღეს პროექტის შედეგებს შევაჯამებთ. პროექტი დასრულდა, მაყურებელმა უკვე იცის, რომ ჩვენ ვაკურდებოდით გენდერული საბჭოების მუშაობას, ასევე მედიას უწევდით მონიტორინგს. გენდერულ ჭრილში ჩვენი სტუმრები არიან პროექტის დირექტორი ნინო ჩიფჩური და პროექტის კიდევ ერთი მონაწილე შორენა ბიჭიკაშვილი და უშუალოდ მათგან მოვისმენთ თუ რა გამოიკვეთა ამ 5 თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში. მოგესალმებით ნინო, თქვენგან დავიწყებ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოკლედ რომ ვუთხრათ მაყურებელს რა ითვალისწინებდა პროექტი და შემდეგ უკვე შევაჯამოთ შედეგები, რომელიც ამ 6 თვის განმავლობაში გვაქვს სახეზე. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ის აქტივობა, რაც ამ პროექტის ფარგლებში იყო თავიდან დაგეგმილი, მიღწეული და განხორციელებულია. პირველ რიგში ძალიან საამაყოა, რომ კატო მიქელაძის ხმა ქართველი ქალისა, როგორც ჰქონდა გეგმაში, გამოვშთ 6 ნომერი და წარმოაჩინეთ ის ქალები, რომლებითაც რატომღაც სხვა მედიები ამ დრომდე არ დაინტერესებულან იმ ჭრილში, როგორც ჩვენ გავაშუქეთ. ანუ ამით ჩვენ ვაჩვენეთ მაგალითი დანარჩენ მედიებს და ზოგადად ჟურნალისტებს, რომ არ არის აუცილებელი მასწავლებლებზე ვწეროთ ქალებზე, მაგალითად ხელსაქმით და კულინარიით დაკავებულ ქალებზე. ქალები უნდა წარმოაჩინოთ როგორც რაღაც ცვლილებების ინიციატორები და სწორედ ეს კატეგორია იყო წარმოჩენილი ადგილობრივ დონეზე ამ გაზეთში. დაახლოებით 15 ქალი იყო თითოეულ გაზეთში და გამოვშვით 6 ნომერი და წარმოიდგინეთ ახლა რა მასშტაბები გავედით ამ მოკლე ხანში. ის რაც მაგალითად ქალს ძველი ტრადიციებიდან გამომდინარე და ეს ძალიან უხეში სტერეოტიპებია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ აი ამ მოკლე ხანში ჩვენ ეს სტერეოტიპები დავამსხვრეთ და გარდა ამისა ვაკურდებოდით მედიებს. მედიის მონიტორინგზე უფრო სიხრმისეულად რომ ვისაუბროთ, დღეს წარუდგინეთ საზოგადოებას შედეგები, რა გამოიკვეთა, რა გამოწვევებია და ამაზე რომ ვისაუბროთ. ვაკურდებოდით დიახ მედიებს შიდა ქართლში, რომელი მედიებიც არის მოქმედი და მათ შორის ვაკურდებოდით მუნიციპალურ გაზეთებს. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალურ გაზეთებში ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუქდება და მაშინ, როდესაც ზუსტად ადგილობრივი ხელისუფლება ხელს დაუწყობდეს ასეთი ქალების წარმოჩინებას, გენდერული ბალანსის შესახებ ინფორმაციების გავრცელებას, ისევ პიარს ეთმობა ეს გაზეთები, ისევ მათ გაკეთებულ საქმეებს წარმოგვიდგენენ და ქალები, რომლებიც თუნდაც მუნიციპალიტეტებში მუშაობენ, ამ მხრივ არ არიან წახალისებული, რომ ვიცით ხო, რომ ქალები ძირითადად შემსრულებლები არიან და თუნდაც იმ კარგი შემსრულებელი ქალების შესახებ რომ იწერებოდეს, ესეთი შემთხვევა არც ერთ მუნიციპალურ გაზეთში შიდა ქართლში არ შეგვხვედრია. გენდერულ საბჭოებთან დაკავშირებით ალბათ შორენა ოფიციალს ისაუბრებს, იმიტომ რომ უშუალოდ ჰქონდა შეხება მონიტორინგზე მედიის მიმართულებით დავამატებდი იმას, რომ ვფიქრობ, რომ ის შედეგები, რაც წარმოუდგენთ დღეს საზოგადოებას, დააფიქრებს მედიას თუ რა კუთხით უნდა გააშუქონ ქალები. ქალების გაშუქება იმას არ ნიშნავს მარტო, რომ სადღაც ქალმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა და რაღაცა უფრო მეტი ხარისხი აქვს, ასევე ის, რომ დიდი ხანია მაგალითად ხელსაქმით არის დაკავებული ქალი და აკეთებს რაღაცებს და შეიძლება ბიზნესის კონტექსტში ამებს შემდეგ რეალიზებას უკეთებს, მარტო რომ ეს უნარები აქვს ქალს, აი ამისი ისე სტერეოტიპების გამყარება ხდება ასეთი გაშუქებით. ამიტომ საჭირო არის, რომ მედიამ სწორად გააშუქოს და მაგალითად, როდესაც მივდივართ საკრებულოს თავმჯდომარესთან და ვეკითხებით რაღაცა პოლიტიკურ საკითხზე აზრს, ვიცით რომ კაცი არის საკრებულოს თავმჯდომარე მაგალითად გორში, აქვე უნდა იფიქროს ჟურნალისტმა, რომ ამისთვის ბალანსისთვის მჭირდება კიდევ ქალი რესპონდენტი და აუცილებლად უნდა დააბალანსოს და ეს შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ხელოვნურად უწყობთ ამას ხელს, მაგრამ ხელოვნურობაა ისიც მაშინ თუ ამ მიმართულებით ვისაუბრებთ, რომ კვოტები არის პარლამენტში, რომ ქალები უფრო მეტად წარმოჩნდნენ. დიახ, უნდა შევუწყოთ ხელი მედიის წარმომადგენლებმა, რომ ქალებიც საუბრობდნენ იმავე თემებზე, რადგან საუბრობენ კაცი რესპონდენტები, თუნდაც ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, პოლიტიკა და ასე შემდეგ. ვიდრე მონიტორინგზე ვსაუბრობთ, შორენასთან გადავალ და შემდეგ დავუბრუნდებით პროექტს. რაც შეეხება გენდერული საბჭოების მუშაობას, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ხარვესი გამოიკვეთა აი ამ მონიტორინგის პროცესში და ამაზე რომ გითხრათ, რომ იცოდეს მაყურებელმა სად გვაქვს პრობლემა. ნამდვილად არ გვაქვს ახალბიელო მდგომარეობა შიდა ქართლში, 4-ვე მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობის კუთხით. ჩვენ არაერთხელ აღნიშნეთ წინა გადაცემებშიც, თითქმის შედეგი იგივეა, თითქმის არაფერი შეცვლილა. ასეთი ფრაზაც არის და მთელი იმაზე გასდევს ჩვენ პროექტს, რომ რა გინდოდათ ჩვენთვის ვიყავით. ანუ არ ატარებდნენ ისინი გენდერული თანასწორობის ყველა მუნიციპალიტეტზე არ არის, რა თქმა უნდა, საუბარი ამაზე უკვე დეტალურად ვისაუბრებ. არ ატარებდნენ სხდომებს და პირველები ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, შიდა ქართლში ქართული მედია ჯგუფი, როდესაც გაუწია მონიტორინგი ამ საბჭოების მუშაობას. ფაქტი
ფაქტიურად ჩვენ არ გვაქვს კასპზე, დავიწყებ თანმიმდევრულად მუნიციპალიტეტების მიხედვით, კასპზე არ გვაქვს ინფორმაცია ჩაატარეს თუ არა, მხოლოდ სიტყვიერად გვითხრეს ერთხელ, რომ ჩაატარეს სხდომა, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ იძებნება, რა გეგმა აქვთ, რა მიზნები აქვთ, მიყვებიან თუ არა. ამას და ზოგადად კომუნიკაციის პრობლემა არის. საერთაშორისო პერიოდში არ შეუტყობინებიათ და არც ინფორმაცია ჩატარდა თუ არა. არ აქვს საზოგადოებას თვითონ კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, როდის სტარტდება ეს სხდომები, თუ არსებობს ასეთი საბჭოები და არც მედიის წარმომადგენლებს არ ქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვრეკავდით, ხან პირად, ხან ოფიციალურად, ხან პირად ტელეფონის ნომრებზე, რომ ქონოდა ინფორმაცია, ჩატარდა, არ ჩატარდა, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ. ქარელშიც გვითხრეს, რომ ჩატარდა, მაგრამ ინფორმაცია არ იძებნება, მხოლოდ ოქმი არის რაღაც ასეთი, როდესაც გამოვითხოვეთ ჩვენ მასალა, რომ ჩატარდა და რა სამწუხაროა ისიც, რომ რა გეგმები და მიზნებიც ჰქონდათ, რა გაწერილი არ პასუხობდა ამ სხდომის თემები, თუ ის ნამდვილად ჩატარდა. ვიტყვი იმას, რომ რაც თემას შეეხება, რა თემა იყო? თქვათ, მათი მიზანი რო იყო, რომ ქალთა ჩართულობა მეტი ყოფილიყო თუნდაც ბიუჯეტის დაგეგმაში და ასე შემდეგ, თუმცა აქ იყო ერთი სხდომა, რომ 8 მარტს ვინ დაეჯილდოვებინათ და მეორე იყო კიდე რაღაც კონკურსში, რომელიღაც უწყების მიერ გამოცხადებული კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა ქალებს. ეს იყო გორში, რაც შეეხება გორს. გორში ნამდვილად ჩატარდა სხდომები, ჰქონდათ გარკვეული ინიციატივებიც, რომ დევნთა ჩასახლებაში საინიციატივო ჯგუფები შექმნიდნენ და მიზანი იყო მათი, როგორც აღნიშნეს, რომ მომავალ წლისთვის გენდერულად დაბალანსებული ბიუჯეტი ჰქონოდათ და ქალების ჩართულობა ყოფილიყო მეტი. მაგრამ აქაც არის კომუნიკაციის პრობლემა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არ აქვს საზოგადოებას იმ ქალებმა არ იციან ზოგადად მოსახლეობამ, რომ როდის ტარდება ეს სხდომები და შეუძლიათ თუ არა დასწრება, რა საკითხებს განიხილავენ და არის კიდე მეორე საკითხი, როცა ნამდვილად ეს სხდომები ჩატარდა, ნამდვილად გქონდათ ინიციატივა, მაგრამ ეს ინიციატივა რამდენად განახორციელეს, ამაზე არ გვაქვს ინფორმაცია. ანუ არა მხოლოდ ჩვენთვის არის დახურული და ხელმ არ არის. არა საზოგადოების შესაბამისად ჟურნალისტებისთვის თუ არ არის საზოგადოებაც ნაკლებად არის ხოლმე ინფორმირებული. გორის მუნიციპალიტეტის მაგალითად გითხრეს, რომ ჩვენ გავდივართ ვატარებთ საჯარო შეხვედრებს, მაგრამ საინტერესოა იქ ვინ ესწრებიან. ხო, შეიძლება ეს იყოს სკოლები, როგორც გითხრეს, სკოლებში შედიოდნენ. ხო, მაგრამ ეს თუ კი არის იმ სეგმენტზე გათვლილი, ვინც ბიუჯეტის დაგეგმვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, აქ სკოლის მოსწავლეები ნაკლებად გვჭირდება. ანუ აქ უნდა იყვნენ სოფლად მცხოვრები ქალები, რომლებიც კარგად იცნობენ იმ საჭიროებებს, რაც ადგილზე არსებობს. მაგალითად, რომელიღაც სოფელში რომ წყალი არ არის, ის იმ კონკრეტული სოფლის წარმომადგენელმა ქალმა უნდა დააყენოს. ასევე წინა პროექტსაც მინდა პროექტთან პარალელი გავავლო, რომ ჩვენ გქონდა სოფლის პროგრამის მხარდაჭერის მონიტორინგიც და იქაც ანალოგიური პრობლემა გამოიკვეთა და ზუსტად მგონია, რომ ჩვენი ჩართულობა არის იმ კონკრეტულ სოფელში და ზუსტად შედეგი ეს არის, რომ ქალებმა გაიგეს, მათაც რომ ჰქონდათ იქ მიღების მონაწილეობის უფლება და ხმის ამოღების უფლება. იმიტომ რომ ვიცით, რომ მთელი წლების განმავლობაში მერიაც აქვეყნეს ფოტოებს და იქ ძირითადად კაცები ჩანენ და მე ამაზე რომ ვთქვით, რომ კაცები არიან ძირითადად ფოტოებზე, გადაიღეს ფოტოები სხვა სოფლებში და მე ისიც დავამონიტორინგეთ და იქ იყო, რომ ის ქალები, რომლებიც დააყენეს ამ ფოტოებში, ისინი იყვნენ საკრებულო სპეციალისტი ქალები. რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტს, აქაც ტარდებოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომები, რაც შეეხება მათი ინიციატივას, მათ სურთ ქალთა ოთახების შექმნა, თუმცა რა ბედი ეწია ამ ქალთა ოთახებს არ გვაქვს ინფორმაცია, შეიქმნა თუ არა, ნამდვილად ეს იყო უშუალოდ ამ საბჭოს ინიციატივა, თუ არა ესეც არ ვიცით, საკმაოდ მოცულობითია გენდერული თანასწორობის საბჭო ხაშურში 100-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, მაგრამ ბოლო მონაცემებით არის ერთი დარღვევა კიდევ აქაც, რომ როგორც ვიცით, 3 თვეში ერთხელ ტარდება ეს საბჭოს სხდომები, თუმცა ხაშურს აღარ ჩაუტარებია და აქაც დარღვევა იკვეთება, რომ გადააგადაცილებული. ანუ თქვენ წერილობითაც მიმართეთ მათ, როგორც ვიცი, რამდენჯერმე ორგანიზაციამ გამოითხოვა მასალები, თუმცა ასე ვთქვათ, რომ ეს სახელდახელოდ არის ყოფილი არის. მას საერთოდ არაფერი არ გვიპასუხა. რჩება შტაბეჭდილება, რომ ჩვენ შევეცადეთ, რომ დამოუკიდებინა ინტერნეტის საშუალებით, ღია მონაცემების საშუალებით ინფორმაცია თუ კი სადმე აღერთულია PDF ვერსია მაინც.
ეს ღია ბაზები სადაც არის რომ თქვათ ისე არ ყოფილიყო რომ კასპირატომღაც ასეთ სიტუაციაში წარმოგვეჩინა ყველანაირად შევეცადეთ მაგრამ საერთოდ ვერაფერი ვერ მოვიკვლიეთ საერთოდ არაფერი არსად არ იძებნება კასპში 2023 წელს რაიმის ხდომაში ჩატარდა გენდერული საბჭოს მონაწილეობით ადრილზეც მივედით ვესაუბრეთ კიდევაც დაინტერესებულები ვიყავით მაგრამ გითხრას რომ თუ დავგეგმავთ შეგატყობინებთ წინა წლის დასაწყისში 2023 წლის დასაწყისში გითხრას რომ იყოს ხდომა ჩატარებული მაგრამ ამისი დამადასტურებელი არც ოქმი არსებობს არც ფოტომასალა არსებობს არანაირი არც ანონსი არსებობს რომ მაგალითად ამ და ამ დღეს ტარდება ხდომა და ვიკრიბებით და აქვს საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები როგორც მაგალითად გოშ და ხაშურში არის ქარგში სამწუხაროდ არ გვაქვს სხვა ინფორმაცია ვინ არიან წევრები კასპში საერთოდ არასამთავრობო სექტორთან რა ურთიერთობა აქვს ვინ არის ეს არასამთავრობო სექტორი ორგანიზაციები ესეც უცნობია და დასტურია ესეც რომ დღეს ჩვენს შეხვედრაზე არ მოვიდნენ არც ერთი მათგანი მცდელობის ოპერაციაებში სურვილი რომ იყვნენ დაინტერესებულები ამ თემით თვითონ გენდერული საბჭოს წარმომადგენელიც რომელიც ასევე საკრებულოს წევრი არის მაგრამ დავინახეთ რომ შეხვედრას არ დაესწრნენ მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ყველა ამ სარეკომენდაციო წერილს გავგზავნით მუნიციპალიტეტებში მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტშიც მიუთითებთ მათ მიერ არსებულ ხარვეზებს და იმედი გვაქვს რომ დროთა განმავლობაში გამოასწორებენ და ამისთვის აუცილებელია მედია მონიტორინგის გაგრძელება. ჟურნალისტებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ამ საკითხებს თუ კი გვინდა რომ ქალებიც ისეთივე ინტენსივობით ჩანდნენ ტელეეთერებით, თუ კი გვინდა რომ ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, აი აქედან უნდა დავიწყოთ და თვითონ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი რომ ქალები მუნიციპალურ გაზეთებშიც წარმოაჩინონ, იმიტომ რომ ყავთ არაერთი კარგი შემსრულებელი სპეციალისტი და მათი შრომა უნდა დაფასდეს ამ კუთხით რომ აი არიან ადამიანები რომლებიც ძალიან ბევრ შრომობენ და საიდან დაიწყეს კარიერა და ასე შემდეგ რამდენი წელია გამოცდილება იმ სხვა ქალებისთვისაც იქნება мотиваცია და ქალებს გაუჩნდებათ განცდა რომ მათი შრომა წყალში არ იყრება და ვიღაცა ამას ამჩნევს და აშუქებს. კი ბატონო და უნდა შევეხო ქალებს პროექტის მონაწილეებს რომლებიც მონიტორინგს უწევდნენ სწორედ მედიას და გენდერული საბჭოების მონიტორინგს ორ-ორი წარმომადგენელი იყო როგორც ვიცი მუნიციპალიტეტებში და ეს იყო მათთვის სრულიად ახალი გამოწვევა რა ეტაპები გაიარეს მათ როგორც ვიცი ტრენინგები ჩაუტარდათ ჯერ და შემდეგ უკვე ჩაუტარდათ საკმაოდ კვალიფიციური ტრენერები ყოფილ მოწვეულები და ასწავლეს კონკრეტულად რაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება როგორ უნდა წარმოეჩინათ მაგალითად რაოდენობიდან პროცენტი გამოეყვანათ და რა დოზით შუქდება ქალებთან დაკავშირებული საკითხები და რა საკითხები არის და მე შედეგები უკვე წარმოვადგინეთ ჩვენ პრეზენტაციაზე და თვითონ ამ ადამიანებმა რომლებისთვის საერთოდ არაფერი მანამდე არ იყო მსგავსი მათთვის ხელმისაწვდომი უკვე კრიტიკული ხედვა გაუჩნდათ და პროექტის დასრულების შემდეგაც ისინი ამბობდნენ რომ ისევ გააგრძელებენ ბუნებრივად ხდომას ესე რომ დაინტერესდებიან საბჭოების ხდომის ჩატარების თარიღით ისევ გააგრძელებენ მონიტორინგს და ასევე დააკვირდებიან ისევ მედიას იმიტომ რომ ერთ-ერთმა მონაწილემ ისიც ახსენა რომ თავიდან ხარ უადარებს ამჟამინდელ გამოცდილებას და რა 6 თვის წინ მაგალითად რაღაცებს ყურადღებას არ აქცევდა ეხლა უკვე როცა ტელევიზორს უყურებს ან სოციალურ ქსელში რაღაცა გადის ან ნამუშევარი მედიის იქ უკვე აკვირდება კაცი მეტია თუ ქალი და ქალები რა კონტექსტში არიან წარმოდგენილები და გონია რომ საზოგადოებასაც ესეთი ხედვა უნდა გაუჩინოთ ამ ჩვენი აქტივობები. კი ბატონო დასასრულისკენ რომ წავიდეთ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ რატომ იყო ეს პროექტი მნიშვნელოვანი და ასევე რატომ გადაწყვეტეთ რომ ამ პროექტზე გემუშავოთ ამასაც მოკლედ რომ ვთქვათ და ორივე რომ მიპასუხოთ რა შედეგი გამოიღო შედეგებზე კი ვისაუბრეთ მაგრამ პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ დაგვანახა ის ხარვეზები რაც არის როგორც მედიის კუთხით ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოების კუთხით ეს იყო კიდევ ერთი გამოწვევა ჩვენთვისაც ჩემთვის პირადად რომ ამ მიმართულებით აქამდე არ მქონდა ნამუშევარი უშუალოდ და დასაფიქრებელია რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. მე როგორც ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებ, რომ ქალები რა კუთხით, რა კონტექსტში შეიძლება წარმოჩინდნენ, რატომ არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ, იყოს დაცული ბალანსი და ვიცით, რომ მედიას დიდი როლი აქვს, ვთქვათ, საზოგადოების ცნობიერების თუ ხედვის ჩამოყალიბებაში. და აქედან
დავამატებ იმასაც, რომ გაზეთი, რომელსაც ჩვენ თვეში ერთხელ უშვებდით, ბოლო ნომერი უკვე გამოვიდა, და უკვე საზოგადოებაში სოფლებში და ის ადამიანები, ის ჯგუფები მოვიცავით, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ მაგალითად სოციალურ ქსელებთან, უბრალოდ თაობის ადამიანები სოფლებში, ვისაც მაგალითად არ აქვს Facebook-ი, არ ეცნობა სიახლეს, მონატრებულებიც იყვნენ ამ გაზეთის. მაგალითად ის ადამიანები, ქალები, რომლებსაც წერდით, მათ სადღაც გაუგიათ ასეთი შემთხვევების ხონდა მათ შესახებ რაღაცა, მაგრამ ეს სიღრმისეულად როცა ამ ქალების მაგალითები ვაჩვენეთ, ეს იყო ძალიან ჩვენთვის საამაყოც და სასიამოვნოც, რომ აი ესეთი მონატრებული ბეჭდური მედია, როცა უკვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იკარგება, გვინდა რომ რაღაცნაირად ის თაობა არ დაიკარგოს და საინფორმაციო ვაკუუმში არ მოექცნენ და ეს ჩვენი მიზნები და თუნდაც ამ გენდერული თანასწორობის საბჭოზე თამამად შემიძლია თქვა, რომ ზუსტად ამ გაზეთიდან გაიგო ბევრმა, რომ არსებობდა მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოები, რომლებიც ქალების გააქტიურების მიზნით იყო შექმნილი და ქალების ჩართულობას უნდა შეუწყოს წესით ხელი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პროექტის შედეგად და იმ სარეკომენდაციო წერილებს, რომელსაც დავაგზავნეთ საკრებულოებში, გარკვეულწილად გაითვალისწინებენ და მოაწყეს ბიუჯეტისთვის უკვე ამ საბჭოებს მაინც მოიწვევენ და კითხავენ მაგალითად სად რა პრობლემაა და ქალების საკითხებს მაინც გაითვალისწინებენ, რომ თუნდაც რომელიღაც სოფელში წყალი არ არის, ან რაღაცა თავშეყრის ადგილი უნდა კონკრეტულ ქალების ჯგუფს რაღაც აქტივობები განახორციელონ, ელემენტარული ინფორმაცია მიიტანონ და შემდეგ უკვე მის განხორციელებაზე იფიქრონ. ბატონო, მადლობა. ეს იყო ბოლო გადაცემა პროექტის ფარგლებში. პროექტს ქართული მედია ჯგუფი ქალთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებდა.